ტელეკომპანია ავშარ ფილმი წარმოგიდგენთ. Selçuk Yöntemi, Nazan Kesali, Cansu Tosuni, Ali Ersanduru, Serhat Teomani, Giulenay Kalkani, Begiyum Akaya, Dilşat Çelebi, Giozde Çigaci, Derya Dulmazi, Mehmet Mehmedovi, Alihan Araçi, Umay Anadolu Kaborlu, Hikmet Karagiozi, Baruş Arduçi, Tevfik Erman Kutlu. Didi Saxlis, Patara Diasaxlisi. Royal დატოვეთ. ხელი არ ახლოთ. Katibogluების ცნობილი ვილა ახალ მეპატრონეებს ელოდება. Yeni sahiplerini bekliyor. ვილა გაყიდულია. Atabey. Უკვე მიდიხართ? ხმაური რომ არ გაგვეგო, ვერ მივხვდებოდით რომ მიდიოდით. ხმაურისთვის ბოდის გიხდით. სახლიდან ჩუმად წასვლა შეუძლებელია. ხმაურს არ შეუწუხებივართ. თქვენაერი ხალხის დაკარგვა გვაწუხებს. რა თავაზიანი ხართ საღაში? შორს არ ვიქნებით. სახლი აქვეა. რამდენიმე დღე კიდევ დავრჩებოდით, მაგრამ გვირჩევნია. ახალ სახლს მივხედოთ, ვიდრე ვილაში ვისხდეთ. თანაც ფერიდეს ქორწილისთვის ვემზადებით. დრო არ გვაქვს სავაში. მიხარია რომ ახლოს იქნებით. Atabey, ჩემს წინადადებაზე იფიქრეთ. თქვენს წინადადებას ვაფასებ. მაგრამ უარს ვამბობ. უარს არ ველოდი. რა გაეწყობა? დროებით გემშვიდობებით.
ნახვამდის. კარგად იყავით სავაში. რა უტაქტოა. თავაზიანობას იჩენს. რა ქნას ის რჩება. ჩვენ მივდივართ. ასე არ უნდა ილაპარაკოს. ვერ ვიჯერებ. ხვალაკ სხვები იცხოვრებენ. ნედავ ჩვენი სახლი ვინ იყიდა. გაყიდვა რატომ იყო გასაიდუმლოებული? წესით იურისტები აგვარებენ ასეთ საქმეებს. ფულის სასწრაფოდ რომ არ დამჭირვებოდა, მე პატრონის ნახვას მოვიმდომებდი. გისმენთ? კი, შემიძლია ლაპარაკი. გისმენ? არა უშავს. გმადლობთ. რადგან ყველა პროცედურა დამთავრებულია, შეიძლება გავიგოთ ვილა ვინ იყიდა. ატა რა ხდება? ატა რა გითხრას? საბუთები მზად არის? ხომ არ გადაიფიქრეს? ატა ატა მიპასუხე. იაშარმა იყიდა. იაშარი ვინ არის? იაშარი. მე ვიცნობ. რა გვარია? იაშარ ქაია. იაშარ ქაია? ვინ არის? ჩვენს ვილაში მუშაობდა. კაისერი. მამა. მამა. აბა მოგიტანე. კარგი. მან დადე. ყველაფერი მოამზადე? მალე მოვჩები. ჩემი ნივთები უკვე ჩავალაგე. მამა, მართლა სტამბოლში გადავდივართ? მითხარი, ასეა? ხომ გითხარი? თვალები გაახილე და კარგად შეხედე. შეხედე სად ვიცხოვრებთ. ეს არის ჩვენი სახლი. რატომ დედა? ახლა კარგი, მაგრამ ქორწილის მერე რა იქნება? მამა ჩემი სახლს აღარც ახსენებს. ადრე ამბობდა ამ ხელა ვილა, ყველანი დავეტევითო. რა ვქნათ? ალბათ, გზას გამონახავს, რომ ყველანი აქ მოთავსდეთ. მე რა ვიცი, ფერიდე. ისიც არ ვიცი, ვალს რომ გადავიხდით, ფული დაგვრჩება თუ არა. სადამდე დავეშვებით. ისედაც ყველა დაგვსინებს. ყოფილ მუშას რომ მივყიდეთ სახლი. ეგ როგორ? მუშამ ჩვენი ვილა როგორ იყიდა? არ მჯერა. ჩვენი ყოფილი მუშა დიდი ხანია არ გვინახავს. ეთყობა დიდი ბიზნესმენი გახდა. ვინ არის ეს კაცი? იცნობდი? მამა შენი უკეთ იცნობდა.
ერთ-ერთ მოახლესთან ერთად გაიქცა და ცოლად მოიყვანა. ეს ამბავი მამა შენმა კარგად იცის. წადი და კითხე. ვერ ვიცინებ. ასე მგონია გალიაში ვარ გამომწყდეული. აივანზე გადი. აივანი რომელ ადგილს დაუძახოთ? ეს სახლი არც ისე მოუხერხებელია. ჩემი დამცირება გინდა? თუ სამაგიეროს მიხდი. რა ადვილად იტან ყველაფერსათა. მზად ხარ ჩვენი ვილა ამ ქოხში გაცვალო. სხვა რა გზა მაქვს? ამის მეტი არაფერი გაგვაჩნია. უნდა შეეგუო. არ შემიძლია. თანაც სახლი ვინ ჩაიგდო ხელში? ჩვენმა მუშამ, იაშარმა. არ მჯერა. ხალხი რას არ ამბობდა და ჩუმად ვიყავი. მეტი დამცირება რა გინდა? ჩვენთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. ვილას ვიღაც მაინც იყიდდა. შენ ციცი შუამავლის დახმარებით მოხმედებდა. ხომ იცი? რატომ გონია რომ ყველაფერს უნდა მივეჩვიო? შენი საყვედურები ხელში ამომივიდა. ჩემი საყვედურები არ გსიამოვნებს, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. იაშარისგან ეს პირველი დარტყმა არ იქნება. ეტყობა ადრეც მიგიღია. ასეთი სულ დაბალი რატომ ხარ? დედა, იმ სახლში გადავდივართ, რომელზეც ბავშვობაში სხაპრებს მიყვებოდი. ნეტავ შენც ჩვენთან ერთად იყო. დროზე მორჩი, ლოცვა წაიკითხე და წამოდი. ეს სალაპარაკო ადგილი არ არის. შენი შვილი მიმყავს. და მივდივარ. მაგრამ გული არ დაგწყდეს. შენი საიდუმლო ჩემთან დარჩება. ჩვენი წარსული ცხოვრებისთვის. პასუხს მოვთხოვ. დაღვრილი ცრემლისთვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნები. ახლა იმ კაცთან მივდივარ, ვისთვისაც შენი გულიც გერდა. ბრალამაზია. და რამ ხელაა? მამა, დაკეტილია. ეს დედა ჩემი სახლი იყო, არა? კარი არ გატეხო. ხომ ხედავ დაკეტილია. წამოდი. ეგ არ არის ჩვენი სახლი.
აი ჩვენი სახლი. მამა, შეხედე აქ რა არის. ჩვენ დაგვიტოვეს? რა ლამაზია. ნეტავ დაკვრა ვიცოდე. ნუ ხმაურო. პიანინო გაკლდა. ხუთები ამოალაგეთ და არაფერი გატეხოთ. მოხვალ ჩემთან სახლის ყოფილო მეპატრონე. მოხვალ და დამიჩოქებ. კარგი, ყავის დასალება ჩემოგივლით. რა თქმა უნდა. ფერიდე ქორწილისთვის ემზადება. ხომ იცი, ორგანიზატორებს ყველაფერს ვერ ამბობ. სახლიდან გადმოვედით და ვალაგებთ. კარგი ძვირფასო, კარგი. გამოგივლი. ნახვამდის რეზან. რეზანი არ იცვლება. რა თავაზიანია. ყავაზე მეპატიჟება, რომ შენი შეცდომა შემახსენოს. სავაშის წინადადებას რომ დავთანხმებოდით, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ატა, ისევ ნაწყენი ხარ? რატომ არ მელაპარაკები? ვისი ნახვაც არ გესიამოვნება, არ უნდა ნახო. მე პირიქით ვფიქრობ. უკეთესი იქნება ძველ ნაცნობებს ხშირად თუ ვნახავ. ჩვენი ადგილი და წარმომავლობა არ უნდა დაავიწყდეთ. დღეს ხომ სახლში აპირებდი ყოფნას. სად მიდიხარ? ვილაში უნდა შევიარო. ესე იგი, ახალ მეპატრონეს უნდა შეეგებო. უფთადეც უთმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ არ იმჩნევენ. ასეთი დაცემის შემდეგ წამოდგომა გაუჭირდებათ. მისი ქმრის ხელმოწერად საკმარისია, რომ ფერზე წამოდგნენ. გუშინად შევახსენე. მეც არ მესმის, რატომ ჯიუტობს. კომპანია რაც არ უნდა წარმატებული იყოს, შენი წინადადება მომგებიანია, მით უმეტეს მათ სიტუაციაში. ათაბეი თავისი საქციელით მარტო მე კი არა, მთელ ბაზარს უპირისპირდება. უაზრობა, ადრე თუ გვიან დათანხმდება. მე შენი დაჟინებაც არ მესმის. საერთაშორისო აღიარება აქვთ. მაგრამ არ მსიამოვნებს, რომ ეხვეწები. თითქოს სხვა გამოსავალი არ გქონდეს. ძმაო, შენი წინადადება ღირსების საკითხია. დედა, შენ ხომ გინდა, რომ უფრო წარმატებული ვიყო? ბაზარზე შეიძლება კონკურენტი აღარ არის, მაგრამ ვერ უარყოფ, რომ პრესტიჟულ ფირმად ითვლება. შენს მეგობრებს შეხედე. ყველა მათ სამკაულს ატარებს. აღარ მოგწონს? მესმის, ვიცი. ხალხი კლასიკურ ნამუშევრებზე უარს ადვილად ვერ ამბობს. მაგრამ პრესტიჟი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ სახლი შეენარჩუნებინათ. საინტერესოა ვინ გადმოვა. შეხვედრაზე მაგვიანდება. საღამოს ნესლიხანის დაპატიჟება არ დაგავიწყდეს. რომ წამოვიწყდეს, დედა ჩემი შემახსენებს. რასაც ამბობენ სიმართლეა? თავი მოგაბეზრა? დროებით. ნახვამდის. სალიჰა. ეკიმმა რა თქვა? არაფერი. ტელეფონი გამრთული აქვს. სოფელში მუშაობს. ეტყობა არცალია რომ დაგვირეკოს. ეკიმს ვალდებულების გრძნობა თავის გადარჩენის ინსტინქტად ექცა. არა მგონია. აუცილებლად ჩამოვა. მარტო დიდხანს ვერ გაძლებს სალიჰა. აი ნახა. მაგვიანდება, ნახვამდის. კარგად.
თხილად, ყურადღებით იყავი. ახალი მეზობლები დროს არ კარგავენ. კარგად იყავი. აიშენ, არ გესმის? ყველაფერი ამოალაგე. მიდი. თერთმეტი ივლისი 1987 წელი. დღეს ჩემი ქალიშვილი აიშენი დაიბადა. ჩემი ლამაზი გოგო, რომელსაც უსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებ. ამიტომაც დავარქვი აიშენი. აიშენ. მამა, შეხედე რა ვიპოვე. დედა ჩემი დღეურს წერდა. ამას ხელი არ ახლო. მამა, ჯუმად. ხელი არ ახლო და მორჩა. აქ დედა ჩემის მოგონებებია. რატომ იკრძალავ? რაღაცას მიმალავ არა? როგორ ბედავ, მას რომ უწევ. ეს სიგნი დედა შენის არ არის. და არც არაფერს წერდა. იაშარ ბეი. კარგად დაიმახსოვრე. მოშორდი აქედან. არ დამენახო. საქმეს მიხედე. Sadi yaxladı. Ayak altında dolaşma. Sadi. Yaşar Bey, kətili iqos თქვენი ჩამოსვლა, გმადლობთ. დილამშვიდობისა, სახლში ვინმე არის? სახლში მამა ჩემია. თქვენ ვინ გნებავთ? მამა ჩემთან ხართ? მამა თქვენს იაშარი ქვია? დიახ, მე აიშენი ვარ. მოგძანდით, გთხოვთ. მამა. მამას ტომარი ყავს. გამარჯობა, სახლის მეპატრონებ. გელოდებოდით. არ მომილოცავთ? კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა იაშარ. თქვენი დახვედრაც. ეს ჩემი შვილია აიშენი. ეს աթა ქათიბოღლუა, ჩვენი სახლის ყოფილი მეპატრონე. ძალიან ლამაზი სახლია. წამობრძანდით. გამარჯობა. გთხოვთ. გილოცავთ. გმადლობთ. დედა მსგავს არა? რომ ვუყურებ, სულ ჩემი ცოლი მახსენდება. დიდი დრო გავიდა იაშარ. მართალია. დრომ სწრაფად გაირბინა.
აიშენის დაბადებაც და დედამისის სიკვდილიც თითქოს გუშინ იყო. მეც გავიგე. მინდოდა დამერეკა, მაგრამ ღმერთ მანათელში ამყოფოს. გმადლობთ. ამ სახლიდან რომ წავედი, ის დღეც გუშინდელივით მახსოვს. ვინ იფიქრებდა ასე თუ დავბრუნდებოდი? არა როგორც მუშა, არამედ მე პატრონე. სტამბოლში წამოსვლა რომ გადავწყვიტე, სადმე მახლობლად მინდოდა სახლის ყიდვა. შემთხვევით შევიტყვე, რომ ის ვილა იყიდებოდა, რომლის კართანაც ბავშვობაში მეძინა. ახლა კი შენს თავს შეხედე, იაშარ. ბედმა ისევ აქ მოგიყვანა. ქალიშვილთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, უნდა წავიდე. მოიცადე. სასახლის პატრონო. სად მიდიხართ? ძველ მეგობარს ასე დატოვებთ? წარსული არ გავიხსენოთ? სხვა დროს იყოს. ხვალ შეძლებთ? ხვალსაღამოს ოჯახთან ერთად სადილად გელოდებით. როგორც სავაში ამბობს, ახალი მეზობლები დროს არ კარგავენ. დილიდან ალაგებენ. არ ვიცი მე პატრონეები ჩამოვიდნენ თუ არა, მაგრამ ნივთები გადმოიტანეს. როგორც ხვდები, გამორჩეული გემოვნება აქვთ. ჩვენგან განსხვავებული. მეც გავიგე, რომ გადმოვიდნენ. სიმართლე რომ გითხრა, თქვენ ვერავინ შეგცვლით. უკვე გვენატრებით. მიხარია, რომ ერთმანეთთან ასე ახლოს ვართ. ქორწილისთვის სამზადის რომ დავამთავრებთ, ახალ სახლში დაგპატიჟებ და გვესტუმრე. დიდი მადლობა, სიამოვნებით გესტუმრები. ის ქუჩა ვიცი, სადაც თქვენი სახლია, უხმაურო და მყუდრო ადგილია. მეგონა რომ ახალ სახლს ვერ შევეგუებოდი. ამდენი წელი ხმაურიან ვილაში გავატარე. არც ისე ძნელი ყოფილა. პირიქით, თავს მოხერხებულად ვგრძნობ. სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვით ძალიან ვიღლებოდი. ხო, მესმის. დიდ ვილაში ცხოვრება დამხლელია. მაგრამ გული მწყდება, რომ ათაბეი თქვენი თავი წამართვა. ასე გამოვიდა. ათაბეის სავაშის წინადადება რომ მიიღო. რეზან, მაბადია. დღეს ფერიდეს მენიუს შერჩევაში უნდა დავეხმარო. მელოდება. მაბადია. კარგი. ნახვამდის. სელმა, სტუმარი გააცილე. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის ვირფასო. ხეები თითქოს იგივეა, მაგრამ ბაღის შეცვლილი მეჩვენება. დაპატარავებულია, უფერული. ხეები გამხმარი და დაბერებული. ფერდაკარგული. ხეები ისევ ისეთია. სეზონი რომ დადგება, ამწვანდება. მერე ისევ დასწვივდება ფოთლები. ეს არის ბუნების საოცრება. მიდიხართ? ჩაი გავაკეთე. სამზარეულოში უწესრიგობა. ამდენ ხანს იმიტომ მოვუნდი. დიდი მადლობა რომ შეწუხდით. უნდა წავიდე. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა. გმადლობთ. უფთადე, იაშარი გახსოვს? იაშარბეი მახსოვს. ძალიან მალე გადმოხვედით. როცა ადგილს იცნობ, ყველაფერი გიადვილდება, არა? ხო, ისევ ჩქარობდით. თქვენს სწრაფად გაიძულეთ გადასვლა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ ქონდა. ერთი დღით ადრე გადავიდოდით თუ გვიან. ზოგიერთი ნივთი თქვენთან დარჩა. მალე გადავიდანთ. ვიცი ეს სახლი თქვენთვის რა ძვირფასია. დიდი დრო არ დაგჭირდებათ, რომ მოგონებები გაგიცოცხლდეთ. გაიცანით, ჩემი ქალიშვილი, აიშენი. თქვენი შვილები როგორ არიან? კარგად არიან.
ხვალ სადილად გელოდებით. ქალაქში ნაცნობები არ მყავს. არც ძველი მეგობრები შემომრჩა. თანაც ნახავთ სახლს როგორ მოვაწყობთ. ნახვამდის. კარგად იყავით. სერიალის სპონსორი ჯერ რეზანის თვალთმაქცობა. მერე ამ კაცის გაუგონარი თავხედობა. თავი როგორ გავუყადრეთ. ზევიდან როგორ გვიყურებდა. შვილი დაინახე. რაჩაცმული იყო. ძველი მოდიდან გადასული ტანსაცმელი. იაშართან ლაპარაკის დროს მისგან დიდად არ განსხვავდებოდი. სახლი ისეთ ხალხს მიყიდი, რომლებთანაც საერთო არაფერი გვაქვს. რომ დაინახავენ ჩვენს ვილაში ვინ ცხოვრობს. მთელი რაიონი ჩვენზე ილაპარაკებს. ხელში ამომივიდა. ნუ მიყვირი. რადგან სტუმრად მისვლას დათანხმდი, ესე იგი წარსულის გახსენება გინდა. ძველი მეგობარიო. მაგ მუშის მოპატიჟებას როგორ დათანხმდი? არ დავთანხმდი. უბრალოდ საუბარს მოყვა. საღამოს დაურეკავ და უარს ვეტყვი. მიპატიჟებას მივიღებთ. და ვაჩვენებთ, რომ კარგად ვართ. არ მინდა მიხვდეს, როგორ განვიცდი. არაფერი არ გინდა. ასე მგონია, რომ ნესლიხან სასაცილოა. სულ არ მეცინება სავაშ. მაშინ ნუ მაცინებ ნესლიხან. ერთი თვეა ყურადღებას არ მაგცევ. ამბობ რომ მუშაობ. დავიღალე. აი? დროს რა შევკარგავდი ნესლიხან. ეს ახალი კოლექციიდან არის? დიახ. მზად არის? რა ლამაზია. ხელი მომეცი. საყვარევა. და ბედნიერი დასასრული. პოპკორნი არ გინდა? კომედიას უყურებდი თუ საშინელებათა ფილმს? თვალი ვერ მოაშორე. რა ხდება? არაფერი. კატას ვაჭმევდი. ხელზე რა გიკეთია? შემთხვევით. დიახ, ახალი კოლექციიდან არის. გაბრაზებული ვიყავი. ქარხანაში რომ არ მივყავდი. სამკაულის დამზადება ძალიან მაინტერესებს. საჩუქარი გამიკეთა. ბიძია. ბიძია. ფათი. როგორ ხარ? გამარჯობა. რა კარგია. როგორც იქნა დაბრუნდა. წავალ და ველაპარაკები. მაინტერესებს სად იყო დაკარგული. როგორ მომენატრე? სავაშ. ამ საღამოს სასეირნოთ მივდივართ. ძალიან დიდხანს ნუ ვილაპარაკებთ. ეკიმო.
გოგოებსავი დაანებე. მოდი ჩემთან. ძმაო. მეცდავა. სურეია, ეს კერძი ხომ გიყვარს? დაამთავრე. მომენატრე ექიმო. კეთილი იყოს შენი დაბრუნება. კაცი ქალაქში დიდხანს ვერ გაძლებს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მამა შვილზე უკეთ გამოიყურება. თუ რა თქმა უნდა, პირს არ გააღებს. იმ საცოდავმა ჩაცმაც არ იცის. შეუძლია სტამბოლში ყველაზე ლამაზად ეცვას. ხელზე რაღაც უბრალო სამაჯური ეკეთა. თვალები და თმა ლამაზი აქვს. ასეთი ხალხი გვეპატიჟება სედილზე. რა თავხედები არიან. მე არ წამოვალ. ჩემი ძმა თუ არ წავა, მე რა მინდა? მე და ათიფს ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. საქორწინო მოგზაურობისთვის ადგილი უნდა შევარჩიოთ. მალდივის კუნძულებზე გვინდა წასვლა. აბა რა, ვინც თაფლობისთვის მალდივებზე არ ატარებს, ოჯახი ენგრევა. გაჩუმდი. რა თქმა უნდა, მე ხომ პატარა ვარ და ჩუმად უნდა ვიყო. მამა გაკოტრდა. მანქანას ვეღარ ვყიდულობ. და ხმა არ უნდა ამოვიღო. შენ ყველაფრის უფლება გაქვს. ცხოვრებაში ერთხელ თხოვდები. თქვენს ქორწილს ნუ გადამაყოლებ. მე თუ მკითხავთ, ქორწილის დრო არ არის. ასეთ მდგომარეობაში ვართ. ხალხს თავს აჩვენებ, თითქოს არაფერი ხდება. გაჩუმდით. მამა, ხედავ როგორ ლაპარაკობს. თუ ჩემი ქორწილი არაფერს ნიშნავს. დახმარება არ მჭირდება. მივდივარ. განებიურებული ხარ და მარტო შენს თავზე ფიქრობ. ჩეტინ. ჭამას თუ მორჩი შენს ოთახში წადი. გემრიელად მიირთვით. ათიფთან ერთად სასეირნოდ ვაპირებდი წასვლას. ვიფიქრე, დავემშვიდობებოდი. რა უთხრა ასეთ მდგომარეობაში რომ ნახავს? ფერიდე. ჩვენს შვილს ვეღარ ვცნობ. ფერიდე გაღიზიანებული და დაძაბულია. ჭამის მადაც კი დავკარგეთ. იმ ნაძირალას უფლებას არ მივცემ, გაგვანადგუროს. ეს არ მოხდება. მე წავალ. ასეთი სახით თუ უნდა იჯდე, ნუ წავალთ. ოჯახში უსიამოვნებები გვაქვს ათიფ. ჩემს სახლში მინდა. ეს სიტუაცია არც ჩემთვის არის სასიამოვნო. მამას ახალ სახლზე როდის დაველაპარაკოთ? დილა გავყიდეთ და ვალს მთლიანად გაისტუმრებს. რაც დარჩება იმ ფულით სახლს გვეყიდის. დაველოდოთ. უნდა დაველოდოთ ჩვენი რიგი როდის მოვა? დარწმუნებული ვარ ვილაში ბევრი ფული გადაუხადეს. მამა შენმა სახლის ყიდვა გადაიფიქრა. მამა ჩემის დახმარება რა თქინდა? კრედიტი გამოვიტანოთ. რა სიტყვი? მივხვდი. გასაგებია ფერიდე. ქორწილიც გადავდოთ და რამდენიმე წელი მოვიწვნოთ. რა თქვი? ქორწილი რატომ უნდა გადავდოთ? მამა ჩემს ქორწილის მერე დაველაპარაკები. არაფრის გადადება აღარ მინდა. ხო, ამას ვეღარ ავიდან. უნდა დავქორწინდეთ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.